4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. ქუთაისში 76 საარჩევნო უბანი და 1 სპეცუბანი გაიხსნება. ქალაქში სულ 153,000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქის პირველი პირის ასარჩევად ქუთაისელებს არჩევანის გაკეთება 3 კანდიდატს შორის მოუწევთ. ესენი არიან ქართული ოცნებიდან დავით ერემეიშვილი, ბაატა ზაქარიაშვილი პარტიიდან გახარია საქართველოსათვის და გიორგი ამაღლობელი პარტიიდან საქართველო. ბაატა ზაქარიაშვილის თქმით, წინასაარჩევნოდ მძიმე ფონია ქვეყანაში. ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ, ჩვენს ამომრჩეველს განაცხადა მან და კიდევ ერთხელ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ყველაზე მეტად მარცხდება ბოიკოტში მონაწილე პარტიები, ამიტომ მე ცალკე მინდა ვიმართო მათ ამომრჩეველს. პარტიები ერთია და მოქალაქეები მეორეა. ამიტომ მინდა მივართო ქუთაისელს პირველ რიგში, რომ ქუთაისლებო, თუ თქვენ დღეს არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეთ, 4 წლით ქუთაისზე არავინ არ იზრუნებს. სულ ცოტა 4 წლით. შესაბამისად აშკარად ჩანს, რომ თქვენი პოლიტიკური ლიდერებმა პოლიტიკური ამოცანებები დაისახეს თავიანთ წინაშე, რომელიც არაფერს საერთო არ აქვს ადგილობრივ არჩევნებთან. ადგილობრივი არჩევნები, ასეც ქვია მას. ანუ ქუთაისის პრობლემებზე უნდა იყოს საუბარი. ამიტომ თქვენ აყევით თქვენს პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკაში, თქვენ ქუთაისის გვერდზე დაგრჩებათ და ისევ გექნებათ უტრანსპორტობა, ისევ გექნებათ უგზოობა, ისევ იქნება კორუფცია, ისევ იქნება ატკატები, ისევ არ იქნება არანაირი ინვესტიციები ქუთაისში, ისევ მოხდება გადინება ახალგაზრდებისა ქუთაისიდან, თქვენი შვილებისა და შვილიშვილების გადინება არ მარტო ქუთაისიდან, არამედ სამწუხაროდ საქართველოსთან. ამიტომ აიღეთ თქვენ თავზე პასუხისმგებლობა. ნუ უყურებთ თქვენს ლიდერებს და ხმა მიეცეთ ქუთაისს. ამ რევოლუციური სცენარით არაფერი არ ჩანს. ბუნდოვანება 5-ში რა ხდება, 6-ში რა ხდება, როცა არჩევნები გაძლევს 5 და 6-ის კი არა, მთელი წლის და 3 წლის და 4 წლის პერსპექტივას. ამიტომ ჩვენ ვართ მომხრე მდგრადი, განვითარებადი, თანმიმდევრული პოლიტიკისა და ანუ რაციონალური პოლიტიკისა. რაც მოხდება 4-ში ხვალ თბილისში აქციის სახით, ეს არის ირაციონალური. ეს არის ემოციურ დამოკიდებულება. ისევ და ისევ გაუმარჯოს ირაციონალურ და ემოციურ ხალხს. პრობლემა არ მაქვს, ჩვენ მათთან საერთო არაფერი არ გვაქვს. ჩვენ სხვა საქართველოს ინტერესებს ვიცავთ, რომელიც არანაკლები არიან, თუ არა უფრო მეტი. მე მგონი მშვიდობის მომხრები უფრო მეტი არიან საქართველოში და მშვიდობიანი ფორმებით წარმატების მიღწევა და ცვლილებებისთვის უფრო მეტია მოქალაქეა საქართველოში, ვიდრე რევოლუციის მომხრები. ამას ვნახავთ ხვალ. არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს ამომრჩეველს პარტია საქართველოს მერობის კანდიდატი გიორგი ამაღლობელი. მისი თქმით, ცვლილებების დროა თუნდაც, იმიტომ რომ შეჩერდეს მზარდი ემიგრაციული პროცესი. ქალაქი დარჩენილია ფაქტიურად ახალგაზრდების გარეშე რა. ემიგრაციაში არის ქუთაისის ალბათ 80% უკვე რა. ქუჩაში ხალხი არ დადის, ახალგაზრდები ყველა გაქცევაზე ფიქრობს. იმედი გვაქვს, რომ ეს ახალგაზრდები, ვინც დარჩენილი არის, ისინი მაინც გამოიჩენენ ამ საკითხის მიმართ ყურადღებას და კონკრეტული ის ადამიანები, ვინც არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ჩემი თხოვნა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა იმას, მე მომცემენ ხმას თუ სხვა ოპონენტს მიცემენ, უბრალოდ მიიღონ მონაწილეობა, ხო და რა ვიცი, მართლა ოცნების გარდა ვისაც უნდათ აი ხმა იმას მიცემ რა, უბრალოდ ამ გეზზე ხმის მიცემა უკვე აღარ შეიძლება. ჩვენ პირველ რიგში უნდა შევეცადოთ იმას, რომ მოქალაქეები და ეს ახალგაზრდობა იყოს ადგილზე და არ გარბოდეს საზღვარგარეთ და შევქმნათ სამუშაო ადგილები რა. სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს ჩვენი რა ვიცი ქარხანამშენებლობა, გვაქვს პროექტში გაწერილი, მაგალითად ავტოქარხნის მშენებლობა, სატრაქტორო მშენებლობა, კონკრეტულად თქვათ მქონდა ჩვენ ინოვაციურ ქალაქზე საუბარი, აი მწვანე ქალაქი რო შევქმნათ, აი და ეს გამოიწვევს ახალგაზრდების დასაქმებას. ახალგაზრდების დასაქმება შესაბამისად იქნება განათლებაზე დამოკიდებული. შესაბამისი განათლების მოთხოვნა იქნება საჭირო. ეს ყველაფერი შეუწყობს ხელს ახალგაზრდებს განვითარებაში და მე იმედი მაქვს, რომ ქალაქის ამშენებლობაში ყველა ქალაქელი ჩართული იქნება და ყველა ქალაქელი დაგვიდგება გვერდში, რა თქმა უნდა, თუ ანახებთ ჩვენ ვინც ვიქნებით ხელისუფლებაში, ხალხს გვერდში დგომას და საქმის კეთებას. ფუნქციურ სპორტის სასახლეში იქნება იმის საშუალება, ხელოვნური ჩარევით სასახლე გადაკეთდეს მუსიკალურ არენად და მივიღოთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა ქართული ოცნების კანდიდატი დავით ერემეიშვილი. გამარჯვება გარდაუვალია, განაცხადა მან. დღეს ალბათ კიდე 60 ხუბანში მოვასწრებთ მოქალაქეებთან შეხვედრას.
აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები უკვე ქუთაისში, თითქმის ყველა უბანი მოვიცვით, ყველა სადარბაზოსთან მოგვიწია მისვლა, რათა ჩვენი ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ. ჩვენს ამომრჩევლებს, ჩვენს ქუთაისლებს, თუ რით მოვდივართ, რა გვინდა ხვალინდელი ქუთაისისთვის, ძალიან დიდი არის ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა, ჩართულობა, მათაც აინტერესებთ, თუ რას ფიქრობთ და ეგრეთ ესეც რო ვთქვათ, რომ პატარა ანგარიშის ჩაბარებაც გვიწევს წინა არჩევნებიდან 2024 წლის არჩევნებიდან დღემდე ქუთაისში რა გაკეთდა და რის გაკეთებას ვაპირებთ მომდენო 4 წლის განმავლობაში. გამარჯვება გარდაუვალია, იმიტომ რომ ამის თქმის საშუალებას მაძლევს ჩვენი თანამოქალაქეების ჩართულობა და აქტიური მათი შეხვედრებიდან გამომდინარე ვამბობ, იმიტომ რომ ქუთაისს ყოველთვის სურდა, რომ ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყო, რაც დღეს მდგომარეობით გვაქვს და მადლობა ამისათვის ჩვენს ხელმძღვანელობას, ჩვენს მმართველ პარტიას და მოქალაქეები უკვე ისეთ თხოვნებით არიან ჩვენთან, რომ ხვალინდელი ქუთაისი იყოს უკეთესი და უკეთესი მომავალი გქონდეს ქალაქში. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლის მაისიდან მუშაობ მერიაში, მერის პირველ მოადგილედ. ამ წელს განმავლობაში ორჯერ ვასრულებდი მერის მოვალეობას. ვიცი ყველა ის პრობლემები, რა აწუხებს ქალაქს, რომელ უბანში რა გვჭირდება, რა არის გასაკეთებელი, რისი გაკეთებაც ვერ მოვასწარეთ ამ წლების განმავლობაში და აი რო განვასხვაოთ წინა არჩევნებიდან გამომდინარე, რაც მოთხოვნები აწუხებდა ჩვენ თანამოქალაქეებს, ფიქრობ, რომ ძირითადი ის პრობლემები ქალაქში უკვე აღმოფხვრილი არის. დარჩა კიდე პრობლემები მოსაგვარებელი და პირდებით, რომ ყველა ეს პრობლემა უმოკლეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილი. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ძველ ქალაქის უბანში, სადაც ხედავთ, რომ სკვერი არის, ძველი სკვერი, რეაბილიტაცია ალბათ თავის დროზე ძალიან დიდი ხნის წინ გაუკეთდა. ყველა ესეთ სივრცეს, ყველა რეკრეაციულ სივრცეს, რომელსაც ჩვენი ხელის ჩარევა ჭირდება და ჩვენი მიდგომა დაჭირდება, უმოკლეს დროში იქნება მოწესრიგებული. ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას 3.513.818-ში ადგენს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანში კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.